მკვლელობა განსაკუთრებული სისასტიკით მეგობარმა მეგობარი ჯერ მოკლა, შემდეგ მე-7 სართულიდან გადააგდო, საბოლოოდ კი კვალი დაფარა და ცხედარს ლიფტის შახტში ცეცხლი წაუკიდა. კურიერი PS-მა მოიპოვა ვიდეო ჩანაწერი, სადაც შემზარავი დანაშაულის საქმეზე დაკავებული ლაშა თვალაბეიშვილი მეგობრის მკვლელობას აღიარებს. ჩვენმა კამერამ გადაიღო მკვლელობის ადგილიც, ვაშლიჯვარში მიტოვებული შენობა, სადაც პოლიციამ 10 დღიანი ძებნის შემდეგ 28 წლის ლევან ჯანგულაშვილის დამწვარ ცხედარს მიაგნო. რატომ გაიმეტა მეგობარმა მეგობარი? ოფიციალური მოტივი შურისძიება. ერთ-ერთი ვერსიით კი ორ ახალგაზრდას შორის დაპირისპირება პირად ცხოვრებას უკავშირდება. რეზონანსული მკვლელობის საქმის ახალი დეტალები ხათუნა გაგინძემ გაარკვია. გვამი როდესაც ვნახეთ, მიმძიმს ამ სიტყვის თქმა, გვამი არის დანახშირება. შეთხოვის ადგილზე ნანახი იქნა სხვადასხვა სისხლიანი საგნები. ლუქსმებიანი ფიცარი, რომელიც ყველა მხრიდან სისხლით არის მოსული. ამ ჩანაწერში 23 წლის ლაშა თვალაბეიშვილი ახლო მეგობრის ლევან ჯანგულაშვილის მკვლელობას აღიარებს. ყვება როგორ დაჭრა 28 წლის მამაკაცი, რომელიც მაღალი სართულიდან გადმოგდების შემდეგ უმოქმედო ლიფტის შახტში დამწვარი იპოვეს. გამოძიების ინფორმაციით, არმატურით და სავარაუდოდ ლურსმნიანი ფიცრით ცემის შემდეგ სისხლისგან თითქმის დაცლილი ახალგაზრდა ლაშა თვალაბეიშვილმა შენებარე კორპუსის მე-7 სართულიდან გადააგდო. ვიდეო აღიარება, რომელიც კურიერი PS-მა მოიპოვა, მხოლოდ ფრაგმენტია. დაკავებულმა ფარული საგამოძიებო მოქმედების დროს შემზარავი დანაშაული დეტალურად აღწერა. ჩვენ მოვიპოვეთ ჩვენების წერილობითი ვერსიაც. ლევანი წამოიწია ჩემსკენ, მე მას დავარტყი ხელის სახეში და დავაგდე ძირს, რის შემდეგაც სიქვენაპოვნი არმატურის მსგავსი საგანი დავარტყი. როგორც მახსოვს, რამდენჯერმე დავარტყი გულმკერდის არეში, ასევე თავში. მიუხედავად ამისა, ლევანი ჯერ არ იყო მკვდარი და განვიზრახე, რომ გადმომეგდო მე-7 სართულიდან. გავათრიე ნაპირამდე და გადავაგდე, როდესაც ჩავედი კორპუსის ეზოში, ვფიქრობ, ის უკვე მკვდარი იყო. განვიზრახე მისი სხეულის დამალვა და დაწვა. ლევან ჯანგულაშვილის გვამი ავახოხე კორპუსის პირველ სართულზე, მივახოხე ლიფტის შახტასთან და ჩავაგდე. ამის შემდეგ ავტომობილიდან გადმოვიღე 3 ლიტრიან ბალონში მოთავსებული ბენზინი და დავასხი გვამს. მოვუკიდე ცეცხლი და ბალონიც იქვე ჩავაგდე. ასევე მივაყარე სხვადასხვა სახის ნაგავი, იქვე ვიპოვე ლეიბი, რომელიც ჩავაგდე ცეცხლში და წამოვედი. მივედი პირდაპირ სახლში. უკანასკნელი 2-3 წლის განმავლობაში აქვთ თითქმის ყოველდღიური ურთიერთობა. ერთად დადიან გასართობად, ერთად დადიან ყოფით საკითხებზე, თითქმის ყოველდღიურად ერთად ატარებენ დროს. 12 იანვარი, თბილისი, ვაშლიჯვარი, გაბაშვილის ქუჩა. გამოძიების ინფორმაციით, ამ დაუსრულებელ ნაგებობაში ლაშა თვალაბეიშვილი და ლევან ჯანგულაშვილი ერთად მივიდნენ. რა შინაარსის იყო კორპუსის მე-7 სართულზე, მეგობრების ბოლო საუბარი უცნობია. თუმცა გაირკვა, რომ მათ შორის ჯერ სიტყვიერი, შემდეგ კი ფიზიკური დაპირისპირება დაიწყო. მშენებარე კორპუსის ამ სართულზე კურიერი PS ბევრი სამშენებლო ნაგავი დახვდა. სავარაუდოდ აქედან აიღო დამნაშავემ მკვლელობის იარაღი. ლევან ჯანგულაშვილის სისხლის გუბე აქ ახლაც ჩანს. ახალგაზრდა მძიმედ დაჭრილი იყო, როდესაც მაღალი სართულიდან გადააგდეს, შემდეგ კი დაწვეს. მიტოვებულ კორპუსში უმოქმედო ლიფტის შახტში უმძიმესი დანაშაულის კვალი დაგხვდა. მათ შორის ლეიბი, რომელიც გამოძიების ინფორმაციით დამნაშავემ ცხედარს დააფარა და დაწვა. კურიერი PS-მა გაარკვია, რომ მანამ სანამ ოჯახი გაუჩინარებულ 28 წლის ბიჭს ეძებდა, დამნაშავე შემთხვევის ადგილზე რამდენჯერმე მივიდა და კვალის გაქრობას ცხედარზე ნაგვის დაყრით ცდილობდა. ჯერ იჩხუბეს და მერე ავიდნენ, თუ ავიდნენ და მერე იჩხუბეს, ამ თემაზე არ შემიძლია რომ ვისაუბრო, იმიტომ რომ ჯერ ამ ეტაპისთვის დადგენილია, რომ თავიდანვე იყო ბრალდებული შურისძიების გზნობით გამსჭვალული. შემთხვევით მიტოვებულ შენობასთან არ მიდიან.
დანაშაულის ჩადენის შემდეგ გვამის გადმოგდება შემთხვევით არ ხდება. არც შემთხვევით პირველ სართულზე და შახტაში ჩაგდება ხდება. არც შემთხვევით წინასწარ მომზადებულ ბენზინის ყიდვა არ ხდება. და ნუ დაწვა და დანახშირება ამდენი შემთხვევით ამდენი უცებ ნამდვილად არ არსებობს. ეს ყველა ნაბიჯი მიუთითებს, რომ ყველაფერი იყო წინასწარ ნაფიქრი, გააზრებული, დაგეგმილი და შესრულებული. ამ 10 დღის განმავლობაში აღნიშნული პიროვნება გამოკითხული იქნა. რომელმაც უარყო, მაშინ იმ პერიოდისთვის უარყო. მას დაუკავშირდა გარდაცვლილის დედამ. იმიტომ რომ გარდაცვლილის დედამ ზუსტად იცოდა ბრალდებულის და აც გარდაცვლილის ძალიან ახლო ურთიერთობის შესახებ. ისინი ძალიან მნიშვნელოვანი მეგობრები იყვნენ. და რამდენჯერმე დაუკავშირდა და კითხა კიდეც ხომ არ იცი მისი ადგილსამყოფელი, რაზეც ის აცხადებდა, რომ იცით არა, ალბათ სადმეა, ვინმესთან არის გამოჩნდება, არ არის პრობლემა. არა, თურმე მას ქონია ჩადენილი მკვლელობა. 10 დღიანი გამოძიების შემდეგ საქმე გაიხსნა. ლაშა თვალაბეიშვილი დააკავეს. კურიერი პიესის მიერ მოპოვებულ ვიდეო ჩანაწერში აღიარებაც მისი ფარული გამოკითხვის დროს ჩაიწერეს. ბრალდებულს მკვლელობის მუხლი აქვს წარდგენილი, რაც 15 წლამდე პატიმრობას გულისხმობს. დანიშნულია ექსპერტიზები და პასუხების შემდეგ არ არის გამორიცხული, მუხლი კიდევ უფრო დამძიმდეს და დამნაშავეს უვადო პატიმრობა დაემუქროს. დაკავებული ამ ეტაპზე დუმილის უფლებას იყენებს. მისი ადვოკატი ბრალდებულის ფსიქიკურ პრობლემებზე მიანიშნებს. მე რაც მომიყვა, წინ უსწრებდა რაღაც გარკვეული ქმედებები დაზარალებულის მხრიდან. გასარკვევია იშვენებადი საფუძველზე მიცემული და ფსიქიატრიული ექსპერტიზა დანიშნული მაგბეზე. ფიქრობ, რომ ძლიერი სულიერი აღება იყო. აუცილებელი მოგერიება. ჩემი დაცვის ქვეშ ყოფი იყენებს დუმილის უფლებას. დაზარალებულ ოჯახს კამერებთან საუბარი ამ ეტაპზე არ სურს. რამდენიმე კვირის წინ კი კურიერს ინტერვიუ მოკლულის დეიდაშვილმა მისცა. ახალგაზრდა სიღნაღში დაკრძალეს. სისხლის კვალი იყო იმ ადგილას იმ მიტოვებულ კორპუსთან ახლო იყო იქ. საცხოვრებელ სახლთან და გადმოუვარდნილ ძილს რომ იყო სისხლის ნაკვალები. შემდეგ მოხდა დათვალიერება სრულიად და ყველმაც მიუთითა დეტალებზე სად როგორანაირად. საუკეთესო მეგობრები იყვნენ ესე რომ ვთქვათ. საგამოძიებო მოქმედებების დასრულების შემდეგ რამდენიმე კვირაში საქმეზე სხდომა ჩატარდება, სადაც ბრალდებულს პოზიციის დაფიქსირების უფლება კიდევ ერთხელ მიეცემა. პროკურორს გამამტყუნებელი განაჩენის მოლოდინი აქვს. მოკვლაც არა კმარა, დაწვა და დაანახშირებულაც. ბრალდების მხარე ყველაფერს გააკეთებს, იმიტომ რომ სწორი და მოქმედებასთან შესაბამისი სასჯელი მიიღოს ბრალდებულს.